კარგით, მოგესალმებით, მოკლედ. მე დავიწყებ ეხლა იდენტიფიკაციის საკითხზე ისტორიულ სტრუქტურაში და ცირე გააგრძელებს მელანქოლიაში იდენტიფიკაციის საკითხს. იდენტიფიკაციის საკითხს ფსიქოანალიტიკურ დისკურსში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს და ძალზედ რომისმომცველია. მაგრამ სამწუხაროდ უშუალოდ ამ საკითხზე არსებული ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა საკმაოდ მწირი. იდენტიფიკაციის მრავალი სახეობა არსებობს, ამიტომ საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე უფრო კონკრეტულ ჭრილში ვისაუბრო და განვიმარტო იდენტიფიკაციის საკითხი და მისი მოქმედების მექანიზმები უშუალოდ ისტორიულ სუბიექტად. აღსანიშნია, რომ ფროიდმა იდენტიფიკაციის ფენომენი სწორედ ისტორიული პაციენტების მოსმენისას და მათი სიმპტომების შესწავლისას შენიშნა. დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია განვიმარტოთ, თუ რას მოიაზრებს ფსიქოანალიზი ტერმინის ქვეშ იდენტიფიკაცია. ფსიქოანალიზში იდენტიფიკაციის დეფინიციის სხვადასხვა ვერსიებს შევხვდებით. 1921 წლის ნაშრომში მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი ფროიდი წერს, რომ იდენტიფიკაცია ყველაზე ადრეული გამოხატულებაა ემოციური ბმისა სხვა ადამიანთან და რომ ის მიუწვის საკუთარი ეგოს ფორმირებისკენ იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც იყო აღებული როგორც მოდელი. ასევე იდენტიფიკაცია შეგვიძლია გავიგოთ, როგორც გამაიგივებელი კავშირი სხვასთან, საკუთარი თავის გამდიდრება იმ ობიექტის ხარჯზე, რომელიც ჯერ კიდევ ობიექტად უნდა იქცეს მომავალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე ადრეული კავშირი სხვასთან არის კავშირის არარსებობა, რადგან ის მეორე თავად მე ვარ. ეს არის პირველადი ისტორიული იდენტიფიკაცია, რომელიც სრულად ნორმალური და აუცილებელია. ამ საკითხის განხილვისას ფსიქოანალიტიკოსი კარლ ლეო შვერინგი სვამს კითხვას. თუ კი იდენტიფიკაციის ძალიან მინიმალისტურ დეფინიციას ჩამოვაყალიბებთ, რას ემსახურება ის? მისი აზრით, იდენტიფიკაციის საჭიროება იმაში მდგომარეობს, რომ ის იძლევა დანაკარგის გაძლების შესაძლებლობას იმ ობიექტთან იდენტიფიკაციის გზით, რომელიც უნდა დაიკარგოს. ანუ იდენტიფიკაცია შეიძლება მივიჩნიოთ ოპერაციად, რომელიც დანაკარგის შემსუბუქებას ემსახურება. ადრეულ პერიოდში არსებობს მდგომარეობა, როდესაც შვილი მოულოდნელად აღმოჩნდება პირისპირ დედოფლის სურვილისა, რომელიც აღარ არის მისკენ მიმართული, არამედ სხვაგან მიიწევს, მაგალითად მამისკენ. ამდენად, შვილი დგება ამ მომენტის ატანის აუცილებლობის წინაშე. როგორ შეუძლია მას გაუძლოს ამ ძაამს? როგორც უკვე აღნიშნეთ, სეპარაციის ნებისმიერი სიტუაცია და სავარაუდოდ ყველაზე ადრეული პირველადი სიტუაციაც არის მდგომარეობა, სადაც და რის გამოც იქნება იდენტიფიკაცია. სიტუაცია, რომელსაც შვერინგი აღწერს, არის სიტუაცია, სადაც უკვე იწყება დიფერენცირება მესა და სხვას შორის. პირველადი არადიფერენცირებული პერიოდის შემდეგ, სადაც ეს სხვაობა ჯერ არ არსებობს. ფროიდისთვის იდენტიფიკაცია თავშივე ამბივალენტური ხასიათისაა. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც სინაზის გამოხატულება და როგორც ვიღაცის თავიდან მოშორების სურვილიც. ის იქცევა როგორც ლიბიდოს ორგანიზაციის პირველი, ორალური ფაზის დერივატი, რომელშიც ობიექტი, რომელიც სურს, შთანთქმულია ჭამის მეშვეობით. ესე იგი, რისკენაც ვილტვი იმას ვანადგურებ. იდენტიფიკაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ისაა, რომ ის ყოველთვის ობიექტთან მიმართებით პოზიციის დაკავებას გულისხმობს. იქნება ეს ვიღაცასთან იდენტიფიკაცია, თუ ვიღაცის წინააღმდეგ. ფროიდს ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მაგალითი მოჰყავს. დაუშვათ პატარა გოგონა ავითარებს იმავე მტანჯველ სიმპტომს, რასაც დედამისი. მაგალითად, იმავე მტანჯველ ხველას. თუ იდენტიფიკაცია მოდის ოიდიპოსის კომპლექსიდან, ის აღნიშნავს გოგონას მტრულ სურვილს დაიკავოს მისი დედის ადგილი და სიმპტომი გამოხატავს მის სიყვარულს მამის მიმართ და დანაშაულის გრძნობის გავლენით მიჰყავს გოგონა გაცნობიერებამდე თავისი სურვილისა დაიკავოს დედის ადგილი. შენ გინდოდა ყოფილიყავი დედა შენი და ახლა შენ ხარ, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ იტანჯები. ფროიდი იტყვის, რომ ეს არის ისტორიული სიმპტომის სტრუქტურის სრული მექანიზმი. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვიჩვენოს, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგებია. თუმცა სწორედ ისტორიული სუბიექტია ის, ვინც გვიჩვენებს იდენტიფიკაციის საკითხის მთელ კომპლექსურობასა და ბუნდოვანებას. სანამ უშუალოდ ისტორიული იდენტიფიკაციის განხილვაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რას მოიაზრებს ისტორიული ნევროზი და როგორ არის ის ორგანიზებული. როგორც ვიცით, ისტერია სტრუქტურული პოზიციაა ფსიქოანალიზში. ფროიდისთვის, ისევე როგორც ლაკანისთვის, ისტერია ყველაზე ადრეული ნევროზია. ლაკანი ისტორიას დიდ სხვასთან მიმართებაში განიხილავს და ამბობს, რომ ისტორიული სუბიექტის ცენტრალური შეკითხვაა შევუა, რა გინდა ჩემგან, რაც მიუთითებს მის სურვილზე, იყოს დიდი სხვის სურვილის მიზეზი და პარალელურად უარს ამბობდეს ობიექტად ყოფნაზე, რომელიც მის სურვილს დააკმაყოფილებს. სწორედ აქედან მოდის დაუკმაყოფილებელი სურვილის სურვილი ისტორიაში. ისტორიული სუბიექტის ამ ურთიერთწინააღმდეგობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ის ერთი ხელით იხდის კაბას, მეორეთი კი იცვამს მას. შვერინგი ამბობს, რომ ისტორიის ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინება იდენტიფიკაციური ლაბირინტია.
ეს ლაბილურობა სპეციფიკურად ისტორიისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა შეიძლება სხვა ფსიქოპათოლოგიურ სურათებშიც შექმნას, მაგალითად ობსესიურ ნევროზში, მაგრამ იქ ის არც ისე აშკარა და სტრუქტურულია, როგორც ისტორია. ლაბილური ნიშნავს, რომ სუბიექტი ერთი ობიექტიდან მეორეზე მერყეობს. ეს ლაბილურობა ისტორიული სუბიექტის სოციალურ ურთიერთობებს ზედმეტად ინტენსიურს ხდის. სოციალურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ისეთ მომენტებს, როდესაც სხვა დაიყვანება რაღაცაზე, რასაც ის ფლობს და რაც მას გადაჭარბებულად სიგიჟემდე განაზოგადებს ამ ნიშან-თვისებამდე, იმ რაღაცამდე, რასაც ფლობს. ამის საილუსტრაციოდ ავიღოთ ჩანთის მაგალითი. დავუშვათ, ვიღაცას აქვს ჩანთა, რომელიც მე ძალიან მომწონს და შესაბამისად მიჩნდება სურვილი, რომ ამ ჩანთას დავეუფლო. რომ ამ ჩანთას დავეუფლო. შვერინგი კითხულობს, რატომ მინდება ეს ჩანთა და პასუხად განმარტავს, რომ ისტორიული იდენტიფიკაციისას სასწორზე დევს 2-დან 3-ზე გადასვლა. როდესაც ეს ჩანთა მოგინდათ, თქვენ განიცადეთ შურის მომენტი. ამ ჩანთამ თქვენში სურვილი აღზრა და ეს მოხდა მკაცრად დუალურ ჩარჩოში, რადგან მნიშვნელობა აღარ აქვს არაფერს, გარდა ჩანთისა და ბუნდოვნად მისი ფლობელისა. სამობით სიტუაციაზე გადასვლისას მე მშურს იმ მაცდუნებელი ეფექტის, რომელსაც ეს ჩანთა ამ ქალისთვის ხდის შესაძლებლობს ვინმე სხვასთან, მაგალითად მამაკაცთან მეგობრობას. ჩვენ შეგვიძლია იგივე ჰომოსექსუალურ კონტექსტშიც განვიხილოთ, ეს არაფერს შეცვლის. თავარი ისაა, რომ საბოლოო ჯამში ეს ჩანთა მე რომ მქონდეს, მას გამოვიყენებდი მესამე პირის, სხვის სავარაუდო სიყვარულის მოსაპოვებლად და საცდუნებლად, იმ იმედით, რომ ამ სხვასთან ჩამოვაყალიბებდი დუალურ, სასიყვარულო, ექსკლუზიურ და უპირატესობაზე დამყარებულ ურთიერთობას. ობიექტი იხსნის ილუზიას, რომ ეს ექსკლუზიურობა შესაძლებელია, საკმარისია ჩანთა მქონდეს. აქ კარგად ჩანს იდენტიფიკაციის აგრესიული განზომილებაც, რაც გულისხმობს სხვის დაყვანას ობიექტამდე. განა იდენტიფიკაცია თავისი განსაზღვრებით სიძულვილის მატარებელი ოპერაციაა რა? რადგან სხვის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება ნიშნავს ამ ადგილის მისთვის წარქმევას და შესაბამისად არა მხოლოდ ობიექტის, არამედ მთლიანი პიროვნების აღყოფას. აქედან მოდის ეს ძალიან მართებული აზრი, რომ იდენტიფიკაცია და განსაკუთრებით ისტორიაში არის იდენტიფიკაცია წინააღმდეგ. ჩანთის მაგალითის შემთხვევაში საქმე გვაქვს ქონისა და ყოფნის დიალექტიკასთან. ეს ჩანთა სასურველია ქონის, ანუ თობის კონტექსტში. შვერინგი ამბობს, რომ ამის მიღმა არსებული ჰიპოთეზა ასეთია: როდესაც ეს ჩანთა მექნება, მაშინ იქნება ვიღაც. ის ვარაუდობს, რომ სწორედ ქონიდან ყოფნაზე ასეთი სწრაფი გადასვლაა პათოლოგიური ისტორიული იდენტიფიკაციის ნიშანი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პათოლოგიური ისტორიული იდენტიფიკაცია ძირითადად არაცნობიერია და ცალსახად მეორადი იდენტიფიკაციაა, რადგან დიფერენციაცია უკვე მომხდარია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სუბიექტი ერთი ობიექტიდან მეორეზე დადეს. მელანქოლია, მაგალითად, იქნებოდა მეორადი იდენტიფიკაცია, რომელიც ბოლომდე არ მედის. ბოლომდე არ მედის. ანუ მელანქოლიაში ობიექტი ასევე დაკარგულია, მაგრამ როგორც პროიდი ამბობს, ამ ობიექტის ჩრდილი ეცემა მეს. ამიტომ ეს არის მეორადი იდენტიფიკაცია, რომელიც ბოლომდე არ მედის. ხო, სათქოჩოდი. ხო, ისტორიული იდენტიფიკაციის მექანიზმი არის მექანიზმი, რომელიც თითოეული ადამიანის ფსიქიკის კონსტიტუციური ნაწილია და ის ფსიქიკური აპარატის შექმნისთვის აუცილებელი პროცესია. ანუ ჩანთის ეპიზოდს ყველა განვიცდით. რატომ არის ისტორიული იდენტიფიკაციის მექანიზმი ყველა ადამიანის ფსიქიკის კონსტიტუციური ნაწილი? ყველა ადამიანი გადის ისტორიულ დამოკიდებულებას დიდი სხვის სურვილის მიმართ. ყველა გარდაულად ეძებს საკუთარ თავს დიდი სხვის ველში და ისტორიული იდენტიფიკაცია სწორედ ამ ძიების ფორმაა. ის კონსტიტუციურია, რადგან მის გარეშე არ დადგებოდა საკუთარი მესა და სურვილის საკითხი, ანუ რა გინდა ჩემგან. ესე იგი, ისტორიული იდენტიფიკაცია შეიძლება იყოს როგორც პათოლოგიური, ასევე ნორმალური. რაც შეეხება პათოლოგიურ ისტორიულ იდენტიფიკაციას, ზემოთ მოყვანილი ჩანთის მაგალითის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ფიქრი, რომ თქვენ მართლა ჩაენაცვლებით ამ პიროვნებას ზუსტად მისნაირი ჩანთის ყიდვით და ესწრებით იცხოვროთ მისი ცხოვრებით. ანუ აქ არსებობს ობიექტთან მიმართება ქონის რეჟიმში, იმ ილუზიით, რომ ამის შედეგად მე შემიძლია ვიყო ის პიროვნება. აქ უკვე დარღვეულია ზღვარი, აღარ ხდება ნარცისული თვითგამორღვევა და სუბიექტი გაუცნობიერებლად სხვის ადგილს იკავებს. შვერინგი ჩანთის ისტორიის მაგალითზე გვთავაზობს გამოსავალს და ამბობს: გამოსავალი იქნებოდა სიტუაცია ასე რომ განვითარებულიყო. თქვენ მართლაც შეხვედით მაღაზიაში ამ ჩანთის საყიდლად, მაგრამ დაინახეთ სხვა ჩანთა, რომელიც უფრო მეტად მოგეწონათ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენმა სურვილის კოორდინატებმა უპირატესობა დაიბრუნეს. ესე იგი, საწყისი წერტილი იყო ისტორიული მომენტი, ხოლო დასასრულს თქვენ პოულობთ იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც კონკრეტულად თქვენ გვერდით აღტაცებას. ეს არის ერთგვარად სხვისგან გათავისუფლება.
როდესაც საუბრობთ ისტორიულ იდენტიფიკაციაზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანი, რომელიც ამ სახის იდენტიფიკაციაზე მიუთითებს, ხშირად სხეულს ეხება და ჩვენ ასეთ სხეულებრივ სიმპტომებს კონვერსიული სიმპტომების სახელით ვიცნობთ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ისტორიული იდენტიფიკაციის საკითხზე კლინიკაში, რომელსაც ფროიდის წარმოდგენილ ყოველთვის კარგად ნაცნობ დორას შემთხვევის მაღალიძე განვიხილავთ. ეს არის ისტორიული შემთხვევის ანალიზის ფრაგმენტი 1905 წლის ნაშრომი. დეტალურად არ აღწერთ დორას შემთხვევის კლინიკურ ისტორიას, რადგან ის 123 გვერდისგან შედგება. დასაწყისში გადმოვცემ ამ შემთხვევის ზოგად აღწერას და შემდეგ შევეცდები დეტალურად განვიხილო უშუალოდ იდენტიფიკაციის საკითხები. ესე იგი, საქმე ეხება ფროიდის 18 წლის პაციენტს, რომელსაც ის დორას სახელით გვაცნობს და რომელიც მამამ მიიყვანა ფროიდთან ანალიზზე. ფროიდი წერს: 18 წლის პაციენტის ოჯახის წრე შედგებოდა მისი მშობლებისა და ძმისგან, რომელიც მასზე წლინახევრით უფროსი იყო. მამა დომინანტური პიროვნება იყო. მისი ინტელექტისა და ხასიათის თვისებების გამო, ასევე ცხოვრებისეული გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარ პლატფორმას ქმნიდა ჩვენი პაციენტის ბავშვობისა და ავადმყოფობის ისტორიისთვის. იმ დროს, როდესაც გოგონას მკურნალობის ვალდებულება ავიღე, მამამისი 50 წელს უახლოვდებოდა. გამოირჩეოდა თავისი აბსოლუტურად არაჩვეულებრივი სიცოცხლის უნარიანობით და ნიჭით. ის ძალიან მდიდარი მწარმოებელი იყო. ქალიშვილი განსაკუთრებული სინაზით იყო მიჯაჭვული მამაზე. ქალიშვილის სინაზე მის მიმართ დიდწილად განპირობებული იყო მამის მიდრეკილებით მძიმე ავადმყოფობებისკენ. მამამ ავადმყოფობა დაიწყო მისი სიცოცხლის მე-6 წელს, ანუ დორას სიცოცხლის მე-6 წელს. იმ დროს მისმა ტუბერკულოზით ავადმყოფობამ აიძულა მისი ოჯახი გადასულიყვნენ ჩვენი სამხრეთ პროვინციების ერთ-ერთ პატარა, კლიმატური თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელ ქალაქში. ფილტვების დაავადება მაშინვე ჩაცხრა, მაგრამ მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც კი სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობის გამო ეს ქალაქი, რომელსაც შემდგომში ბედ აღნიშნავ, დარჩა მშობლებისა და შვილების საცხოვრებელ მთავარ ადგილად. ხანდახან, როცა კარგად იყო, მამა თავის ქარხნებს სტუმრობდა. შუა ზაფხულისთვის ყოველთვის მაღალმთიან კურორტს ეძებდნენ. როდესაც გოგონა დაახლოებით 10 წლის იყო, მამამის დაუნიშნეს სიბნელით თერაპია, თვალის ბადურის ჩამოშლის გამო. ამ დაავადების შედეგი ცუდი მხედველობა გახდა. მამის ყველაზე მძიმე ავადმყოფობა დაახლოებით 2 წლის შემდეგ მოხდა. იგი მდგომარეობდა ცნობიერების არეულში, რომელსაც შემდეგ დამბლის გამოვლინებები და მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა დაემატა. მამის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის როლითაც მოგვიანებით კიდევ დავინტერესდებით, წაახალისა ცოტათი გამოგზავრებული პაციენტი, რომ გამგზავრებულიყო თავის ექიმთან ერთად ვენაში, ჩემთან კონსულტაციისთვის. გარკვეული პერიოდი ყოფმანობდი მეღიარებინა თუ არა ზურგის ტვინის ტალღებით გამოწვეული დამბლის არსებობა, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტე დიფუზური სისხლძარღვთა დაზიანების დიაგნოზი და მას შემდეგ, რაც პაციენტმა გააცნობიერა, რომ ქორწინებამდე ხდება სპეციფიკური ინფექცია, ჩაიტარა ძლიერი ანტისიფილისური მკურნალობა, რის შედეგადაც დარჩენილი დარღვევები მთლიანად აღმოიფხვრა. ალბათ ასეთ ბედნიერ შედეგს უნდა ვუმადლოდე, რომ 4 წლის შემდეგ მამამ გამაცნო თავისი აშკარად ნევროტული ქალიშვილი და მომდევნო 2 წლის შემდეგ გადმომცა ის ფსიქოთერაპიული მკურნალობისთვის. ამასობაში ვენაში გავიცანი მამამისის უფროსი და, რომელთანაც იზოლებული გავხდი მეღიარებინა ფსიქონევროზის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, დამახასიათებელი ისტორიული სიმპტომების გარეშე. ეს ხალი უბედურებებით სავსე ქორწინების შემდეგ გარდაიცვალა გარემოებებში, რომლებიც ბოლომდე არ არის ნათელი, სწრაფად პროგრესირებადი მარაზმისგან. პაციენტის უფროსი ძმა ჰიპოქონდრიული მარტოხელა იყო. ხანდახან ხვდებოდი ხოლმე მას. გოგონა, რომელიც ჩემი პაციენტი გახდა 18 წლის ასაკში, უხსოვარი დროიდან სიმპათიით იყო განწყობილი მამის ოჯახის მიმართ და მას შემდეგ, რაც თავადაც გახდაავად, თავისი დილს აღნიშნულ მამიდაში ხედავდა. ეჭვს არ მეპარებოდა, რომ გოგონა როგორც თავისი ბუნებრივი ნიჭითა და ადრეული ინტელექტუალური განვითარებით, ასევე ავადმყოფური მიდრეკილებებით ამ ოჯახს ეკუთვნოდა. დედამისი არასოდეს მინახავს, მამისგან და გოგონასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წარმოვიდგენდი გაუნათლებელ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სულელ ქალს, რომელიც განსაკუთრებით ქრის ავადმყოფობისა და შემდგომ მისგან გაუცხოების შემდეგ მთელი თავისი ინტერესის კონცენტრირება საოჯახო საქმეებზე ახდენდა და ამრიგად წარმოადგენდა ქალის განსაკუთრებულ ტიპს დიასახლისის ფსიქოზის წარმომადგენელს. შვილების ცხოვრებისეული ინტერესების ოდნავი გაგების გარეშე მთელ დღეს ბინის მოწესრიგებასა და სისუფთავის შენარჩუნებაში ატარებდა და ამას ისეთი უნებით აკეთებდა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ამ ნივთების გამოყენება და მათგან სიამოვნების მიღება. შეუძლებელია დავუჩვენდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მდგომარეობა, რომლის ნიშნები საკმაოდ ხშირად გვხვდება ყველა დიასახლისში, გარკვეულწილად მოგვაგონებს ობსესიას, რეცხვისა და სხვა სისუფთავის ღონისძიებებში გამოვლენას.
დედაშვილის ურთიერთობა წლების განმავლობაში ძალიან არამეგობრული იყო. ქალიშვილი დედას საერთოდ არ იმჩნევდა, მკაცრად აკრიტიკებდა და თითქმის მთლიანად არიდებდა თავს მის ზეგავლენას. მისი ერთადერთი ძმა, რომელიც წინახევით უფროსი იყო, მანამდე გოგონასთვის იდეალი იყო. მრავალი მისი ამბიციებიდან მან უბრალოდ გადაიღო. ბოლო წლებში დასმის ურთიერთობა დასუსტდა. ახალგაზრდა მამაკაცი შეძლების და გვარით ცდილობდა თავიდან აეცილებინა ოჯახური არეულობა. იქ, სადაც იძულებული იყო რომელიმეს მხარე დაეჭირა, დედას უჭერდა მხარს. ამრიგად, ჩვეულებრივმა სექსუალურმა მიზიდულობამ ერთის მხრივ მამაშვილი გააერთიანა, მეორეს მხრივ კი დედაშვილი. ჩვენს პაციენტს, რომელსაც ამედენ დორას დავარქვევ, უკვე 8 წლის ასაკში აღენიშნებოდა ნერვული სიმპტომები. მაშინ მისი ავადმყოფობა ვლინდებოდა როგორც უწყვეტი პაროქსიზმული დახრჩობა, რომელიც პირველად გაჩნდა მთაში ხანმოკლე გასეირნების შემდეგ და ამიტომ აიხსნებოდა გაგაბით. ეს მდგომარეობა თანდათან გაქრა 6 თვის განმავლობაში დასვენებისა და სიფრთხილის ზომების მიღების შედეგად. ოჯახის ექიმმა, როგორც ჩანს, ერთი წუთითაც არ დააყოვნა წმინდად ნერვული აშლილობის დიაგნოსტირება და ორგანული მიზეზების გამორიცხვა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მის მიერ დადგენილი დიაგნოზი სავსებით შეესაბამებოდა ეტიოლოგიას, რომელიც ყველაფერს გადაღლით ხსნიდა. გოგონას ბავშვობაში გავრცელებული ინფექციური დაავადებები ყოველგვარი გართულების გარეშე გადაჰქონდა. როგორც პაციენტმა თქვა, ჩვეულებრივ მისი ძმა იწყებდა ავადმყოფობას და მისი ავადმყოფობა მსუბუქად მიმდინარეობდა და ამის შემდეგ უკვე თავად ისხდებოდა ავად და მისი ავადმყოფობა მძიმე ფორმით მიმდინარეობდა. 12 წლის ასაკში პაციენტს განავითარა შაკიკის მსგავსი ცალმხრივი თავის ტკივილი და ნერვული ხველის შეტევები. თავდაპირველად ორივე ტიპის სიმპტომი ყოველთვის ემთხვეოდა, შემდეგ კი თანდათანობით ცალ-ცალკე იჩინა თავი. შაკიკის შეტევების რაოდენობა შემცირდა და მთლიანად გაქრა 16 წლის ასაკში. ნერვული ხველის შეტევები კი, რომლის მიზეზით სავარაუდოდ ჩვეულებრივი კატარი იყო, გრძელდებოდა. როცა დორა 18 წლის ასაკში მოვიდა ჩემთან სამკურნალოდ, ბოლო დროს მისი ხვალა განსაკუთრებული ხასიათის იყო. ხვალების შეტევების რაოდენობა ვერ დადგინდა, მაგრამ ისინი გრძელდებოდა 3-დან 5 კვირამდე, ერთხელ კი ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში. შეტევის პირველ ნახევარში, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში, ყველაზე მტკივნეული სიმპტომი ხმის სრული გაქრობა იყო. დიაგნოზი, რომელიც მიუთითებდა სიმპტომის ნევროლოგიურ ხასიათზე, დიდი ხნის წინ დაისვა. სხვადასხვა ჩვეულებრივი მკურნალობა, მათ შორის ჰიდროთერაპია და ადგილობრივი ელექტრიფიკაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. შეუმჩნევლად, ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი გადაიქცა მოციფულ გოგონად ძალიან დამოუკიდებელი მსჯელობით. მიჩვეული იყო ექიმების ძალისხმევის დაცინვას და საბოლოოდ სრულად უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე. იგი უხსოვარი დროიდან უწევდა წინააღმდეგობას ექიმთან კონსულტაციის ნებისმიერ მცდელობას. ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობასთან, იწვევდა მის წინააღმდეგობას. მხოლოდ მამის ძლიერმა სიტყვამ აიძულა ის ჩემთან მოსულიყო. შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევის აღწერის დასაწყისშივე ჩანს დორას ცენტრალური ისტორიული იდენტიფიკაცია მამასთან. ის მამასთან, უბრალოდ მის ნაკლთან იდენტიფიცირდება. დორა მამის ნაცვლად იტანჯება და აქედან გამომდინარე მისი სხეული წარმოქმნის ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, დეპრესია, აფონია, ხმის გაქრობა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ისტორიული სუბიექტი იღებს სიმპტომს სხვისგან, რომელიც მას უყვარს. ერიკ ლორანი ძალიან ზუსტად აღნიშნავს, რომ ღერძი, რომლის გარშემოც ისტორიული სიმპტომი ბრუნავს, ფორმირებულია მამის მიმართ სიყვარულით. მისი აზრით, ისტორიულ სუბიექტთან სწორედ მამის სიყვარულია ის, რასაც სამი ბორომეული კვანძი უჭირავს და რასაც ლაკანი არმატურის სახელით მოიხსენიებს, რაც ისტორიის ამ ელემენტის მდგრადობაზე მიუთითებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიყვარული ერთგვარ სიმპტომის ფუნქციას ასრულებს, ანუ უჭირავს ეს სამი ბორომეული კვანძი. ახლა მესამე პირში გადმოვცემ დორასა და მისი მამის ურთიერთობას კლების ოჯახთან და შევეცდები განვმარტო ის იდენტიფიკაციები, რომლებიც ამ კვადრატში ვითარდება. სწორედ ამ ოჯახის წყალობით იქნება კვადრატი, რომელსაც დორა ცდილობს, რომ თავი დააღწიოს იმ სამკუთხედს, რომელში ყოფნაც მისთვის შეუძლებელია, როგორც ლაკანი ამბობს. ამ სამკუთხედში იგულისხმება დორა და მისი დედმამა. მოგეხსენებათ, რომ ბეში ცხოვრებისას დორას ოჯახი დაუმეგობრდა დაქორწინებულ წყვილს, კლების ოჯახს. ქალბატონი კლ ბევრს ბრუნავდა დორას მამაზე, როდესაც ის ავადმყოფობდა და მისგანაც იმევას ელოდა. ქალბატონი კლ თავადაც ავადმყოფობდა. ბატონი კლ მუდმივად კეთილგანწყობილი იყო მისი ქალიშვილის დორას მიმართ. გულში ყოფნისას მასთან ერთად სეირნობდა და პატარა საჩუქრებს შუქნიდა. მამა ამაში ცუს ვერაფერს ხედავდა. დორა უდიდესი მზრუნველობით უვლიდა კლების წყვილის 2 პატარა შვილს, ისე თითქოს დედის ფუნქციას ითავსებდა. ამავდროულად მისი ქმარი ბატონი კლ დორას მიმართ სიმპათიას გამოხატავდა და მოტყუებით მის კოცნასაც კი ესადა, როდესაც დორა 14 წლის იყო, რასაც დორამ მძაფრი ზიზღისებრი რეაქცია განავითარა და მისგან გაქცევა მოახერხა. როდესაც დორა თავის მშობლებს უყვება ბატონი კლს მის მიმართ დამოკიდებულების შესახებ და ამცნობს დედას, რომ ბატონმა კლ მისთვის ხელისთხოვნა დააპირა ტბასთან სეირნობისას, მას არავინ იჯერებს და მის ჩივილებს ახალგაზრდა გოგონას სექსუალურ ფანტაზიებად მიიჩნევენ. თავად ბატონი კლც უარყოფს ამ ყველაფერს.
ფროიდი წერს, როდესაც დორაზე წერს, როდესაც გაღიზიანებული იყო, ვერ თავისუფლდებოდა შთაბეჭდილებისგან, რომ ის ათხოვეს ბატონ კლს, როგორც საფასური მისი მამისა და ქალბატონი კლს ურთიერთობისთვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დორა მამასთან იდენტიფიკაციის პარალელურად იდენტიფიცირდება მიმოცხვლის ობიექტთანაც. დორას აზრით მამას ხვის მას ქალბატონ კლზე, ანუ ბატონ კლს თავაზობს დორას იმისთვის, რომ თავად დარჩეს ქალბატონ კლსთან და ფროიდი იტყვის, რომ დორა არ ცდება თავის სამოარაუდში. საინტერესოა ისიც, რომ დორა ამ ცოდნის მიუხედავად მაინც რჩება და მონაწილეობს ამ კონსტრუქციაში, რაც ისტორიული სუბიექტისთვის დამახასიათებელი ქცევაა, შეინარჩუნოს ის სიტუაცია, რომელიცგანაც იტანჯება. ერიკ ლორანი ამბობს, რომ ისტორიული იდენტიფიკაცია მონაწილეობრივი იდენტიფიკაციაა. სუბიექტი მონაწილეობს ხვის სიმპტომში, რასაც ვაკვირდებით დორას შემთხვევაშიც. კურნალობის მკვლელობისას ფროიდი ასკვნეს, რომ დორა ბატონ კლზეა შეყვარებული. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დორას ხველება და ხმის გაქრობა დროში ემთხვევა ბატონი კლს არ ყოფნას. შესაბამისად, ფროიდის აზრით, თავისი სიმპტომებით დორა მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. როდესაც ბატონი კლ უკან ბრუნდებოდა, დორაც გამოჯანმრთელდებოდა ხოლმე. მოგვიანებით ფროიდი მიხვდება, რომ დორას აფონია მის მამასთან უნდა იყოს ბავშვში და სწორიც აღმოჩნდება, რადგან მისი ინტერპრეტაციის შედეგად დორას ხვალა ქრება. ახლა რაში მდგომარეობს ინტერპრეტაცია? როდესაც ვკითხე გულისხმობდა თუ არა ის სქესობრივი აქტის დროს სასქესო ორგანოების გარდა სხვა ორგანოების გამოყენებას, მან დაადასტურა ეს. მე განვაგრძე, განა ეს მისი სხეულის იგივე ნაწილები არ იყო, რომლებიც ახსნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა? ანუ კისერი და პირი, რადგან მას არ სურდა არაფერი სცოდა და თავისი ფარული ფიქრების შესახებ, ისინი მისთვის სრულიად ნათელი არ იყო, რადგან უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იყო სიმპტომის შენარჩუნება. უნდა დავამატოთ, რომ სერიული ხვალის მეშვეობით, რომელიც როგორც წესი ყელის ტკივილით იწყებოდა, დორა ათამაშებდა პირის მეშვეობით სექსუალური დაკმაყოფილების სიტუაციას ორ ადამიანს შორის, რომელთა სასიყვარულო რომანითაც ის უცვლელად იყო დაინტერესებული. ერიკ ლორანი ძალიან საინტერესო კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დორას აფონია იყო იდენტიფიკაცია იმასთან, რაც დორამ ჩათვალა მამის ტკბობად, რომელიც უკეთებს კუნილინგუს ქალბატონ კლს. კუნილინგუს, რადგან მამის პოტენცია არ იძლევა ნორმალური სექსუალური აქტით დაკავების შესაძლებლობას. აფონიას მოქმედებაში მოყავს მისი პირი, მამის ტკბობაში მონაწილეობით. მამა არის სიყვარულის ობიექტი, მაგრამ ეს სიყვარული მოიაზრებს ტკბობაში მონაწილეობას. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ კიდევ ერთი პერსონაჟის, რომელთანაც დორა ასევე იდენტიფიცირდება ბატონი კლს როლი ამ ოთხკუთხედში, უნდა შევეხოთ სცენას ტბაზე, სადაც ბატონი კლ ასეთ ფრაზას ეუბნება დორას: ჩემი ცოლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ფრაზის დორა მას სილას გააწნის და გაიქცევა. ლაკანი ამბობს, რომ ეს სიტყვები დორასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდება. საინტერესოა, რატომ მოახდინა დორაზე ამ ხელა გავლენა ამ ფრაზამ. იმიტომ, რომ მან შეერყია ის სამკუთხედი, რომელიც დორამ შექმნა: დორა, ბატონი და ქალბატონი კლები. როგორც ვიცით, დორასთვის ბატონი კლს ცოლი, ქალბატონი კლ წარმოადგენდა მამის სურვილს, რადგან ეს იყო ქალი, რომელიც მამას სურდა. ქალბატონ კლსთან არა მხოლოდ მამას ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა, არამედ თავად დორასაც. ფროიდი წერს, რომ დორა აღფრთოვანებული იყო ქალბატონი კლს მშვენიერი თეთრი სხეულით და ისეთი ტონით ამბობდა ამას, როგორიცაც შეიძლება შეყვარებულზე ისაუბრო და არა მეტოქეზე. ქალბატონი კლს სხეულის სითეთრე, რომლითაც დორა აღფრთოვანებულია, შეიცავს მამის ტკბობის საიდუმლოს. როგორც ჩანს, ბატონი კლ წარმოადგენდა ადგილს, საიდანაც დორას თავად შეეძლო ქალბატონი კლს სრულებოდა, მასთან იდენტიფიკაციის საშუალებით და ამ გზით გაეგო ის ქალური საიდუმლო, რომელზეც თავად დორას წვდომა არ ჰქონდა და რომელიც მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა. ლეო შვერინგი აღნიშნავს, რომ ისტორიულ სუბიექტს აქვს იგივე მოტივები, რაც იმ მოდელს, რომელთანაც იგი ახდენს იდენტიფიკაციას. ფროიდი ზუსტად აქ შეცდება, როდესაც ჩათვლის, რომ დორას მთავარ ინტერესს ბატონი კლ წარმოადგენს და არა მისი ცოლი. სწორედ ქალბატონი კლ იყო ის, ვისაც ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რას ნიშნავს იყო კაცის სურვილის ობიექტი, ამ შემთხვევაში მამის სურვილის ობიექტი, ანუ რას ნიშნავს იყო ქალი. ლაკანიანელი ანალიტიკოსი ვერონიკ ლორუსი ძალიან საინტერესო ფორმულირებას აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. და ამბობს, რომ ქალბატონი კლს მეშვეობით დორას შეუძლია გაიგოს თუ რას ნიშნავს იყო ქალი სექსუალობის სფეროში საკუთარი თავის ჩართვის გარეშე. დორას სინამდვილეში აინტერესებს, რას ნიშნავს ხალად ყოფნა და ამის გასაგებად მას სჭირდება ერთგვარი ორეული, რომლის ფუნქციასაც ამ შემთხვევაში ქალბატონი კლ ასრულებს. ფროიდის მიერ აღწერილ დრეზდენის მუზეუმში განვითარებულ მადონას სცენაშიც ვაწყდებით ქალური საიდუმლოს საკითხს, სადაც დორა უარს ეუბნება თავის ბიძაშვილს და მარტო მიდის ხელოვნების მუზეუმში, სადაც 2 საათს ატარებს სიქსტის მადონას ყურებაში. ფროიდი წერს, მან მთელი 2 საათი გაატარა ჩუმ სიზმრისეულ აღტაცებაში სიქსტის მადონას წინაშე. კითხვაზე თუ რა მოიწონა მას ასე ძალიან ამ ნახატში, დორამ აზრიანი ვერაფერის თქვა, საბოლოოდ კი ამოთქვა მადონა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მადონა დორასთვის არის იმ იდეალიზირებული ქალის ხატის აღნიშნული, რომელიც თავის თავში ქალურ საიდუმლოს ატარებს და არა მხოლოდ ქალურს, რადგან მადონა ასევე არის დედაც. დასასრულს რომ შევაჯამოთ, რა ხდება ისტორიულ იდენტიფიკაციაში. შვერინგი ხას უსვას, რომ ისტორიული იდენტიფიკაცია ყოველთვის სამპიროვანი დრამაა. ვინაიდან ჩვენ ოიდიპოსის ზღვართან ვართ, თუმცა ოიდიპოსი თავიდანაა აცილებული. ისტორიაში კბილებით ვეჭიდებით სხვასთან პრივილეგირებულ ურთიერთობას. ჩვენ მთელი ცხოვრება ვაწარმოებთ ამგვარ დაბრუნებას იმ პირველად დროში, სადაც ყველაფერი უფრო მარტივი იყო, სადაც არსებობდა ერთი ადამიანი, ერთი ურთიერთობა და ეს საკმარისი იყო. სადაც ერთმანეთს ვავსებდით და ვერთიანდებოდით. ჩემი აზრით, იდენტიფიკაციის ფენომენი ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ არანაირი მე არ არსებობს სხვის გარეშე და რომ მე თავად იდენტიფიკაციების ნაკრებია. შესაბამისად, სრულად ილუზორულია ტოტალური დამოუკიდებლობის ცნება და ალბათ სწორედ ეს აჩენს კითხვას, არის თუ არა რაღაც სუბიექტში, რაც არ დაიყვანება იდენტიფიკაციებამდე და თუ არის, რა არის ეს. მე დავასრულე. და ახლა გავაგზავნებ სირა მელანქოლიის საკითხით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გადმოჭრები. გით. ძალიან მოკლე შესავალს გავაკეთებ იდენტიფიკაციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კარტელში დავამუშავეთ ძალიან ბევრი თემა და რატომღაც დასაწყისში ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს აი ეს ბევრი საკითხის დამუშავება უზრუნველყოფდა იმას, რომ უფრო მარტივად შემეძლო თითქოს მესაუბრა იდენტიფიკაციებზე, მაგრამ ასე საერთოდ არ აღმოჩნდა. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი არის იდენტიფიკაციებზე საუბარი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცა სუბიექტის მხრიდან, რაღაც ნიშნის ან შტრიხის ან რაღაცის ითვისებაზე, ეს ესე მარტივადაც არ არის. რამდენადაც სერიოზულია იდენტიფიკაცია თავისი არსით, იმდენად უფრო ბუნდოვანიც არის ჩემთვისაც, ჯერ კიდევ. იმედი მაქვს, რომ როდესაც მომდევნო წელს ლაკანის მეცხრე სემინარს დავამუშავებ, უფრო ნათელი გახდება. თუმცა იქამდე მინდა ველაპარაკო მელანქოლიური იდენტიფიკაციაზე და ჩემი მსჯელობა დაეფუძნება, რა თქმა უნდა, ფროიდის გლოვასა და მელანქოლიას და რაც ნატალიამ ახსენა შვერინგის ლექციებს, რომელიც არის დიდროს უნივერსიტეტის პროფესორი. დასაწყისისთვის ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ისეთ ცნებებს, როგორიც არის ობიექტი და ობიექტის მნიშვნელობა და ობიექტის დაკარგვის პრობლემატიკა, ნაწილობრივი და სრული იდენტიფიკაცია, პირველადი ნარცისული და სიმბოლური იდენტიფიკაციები და აუცილებელი არის ასევე ვისაუბრო ინკორპორაციაზე და ინტროექციის ცნებებზე. ანუ ამის გარეშე მელანქოლიური იდენტიფიკაციაზე საუბარი ძალიან რთული იქნებოდა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ როდესაც ვსაუბრობთ ნარცისულ ან მელანქოლიურ იდენტიფიკაციაზე, თითქმის ყოველთვის გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველა გზა უცილობლივ დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ პათოლოგიასთან. გლოვასა და მელანქოლიაში ფროიდი ნარცისულ იდენტიფიკაციაზე საუბრისას სწორედ პათოლოგიას გულისხმობს, თუმცა შემდგომი თეორიული და კლინიკური განვითარება ცხადყოფს, რომ საქმე ყოველთვის პათოლოგიაზე მიბმულ მექანიზმთან არ გვაქვს. სწორედ რომ პირიქით. აღმოვაჩენთ, რომ იდენტიფიკაცია ფსიქიკური ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური ოპერაციაა, რადგან ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანი მუდმივად სესხულობს ჭყალებში რაღაცას სხვისგან. იდენტიფიკაციური პროცესი არასდროს ჩერდება. ის არის მუდმივ მოძრაობაში. იმისთვის, რომ საკითხი ცოტა უფრო ნათელი გახდეს, მოვიყვან მაგალითს. დავუშვათ, ვკითხულობთ წიგნს და ავტორი დაუწყარ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე. ამავდროულად იცით, რომ ის ძალიან ხშირად ეწევა დონ პედროს უბურ სიგარეს. იმდენად მოიხილებით მისი პერსონით, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ზუსტად იწყებთ იგივე ბრენდის სიგარის მოწევას. ეს აქტი ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი მიბაძვის მაგალითი იყოს, მაგრამ ეს არის ძალზე სერიოზული ფსიქიკური ოპერაცია, როდესაც ითვისებთ რაღაცას, რაც სხვას ეკუთვნის. თანაც ისე, რომ ამ პროცესის საფუძველში არსებული მოტივები თითქმის სრულად არაცნობიერია. სწორედ აქვსვამს შვერინგი ფუნდამენტურ შეკითხვას, როგორ რჩებით საკუთარ თავად მაშინ, როცა გარემო ამდენად მრავალფეროვანია.
სოციალურ ცხოვრებაში ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ მრავალ იდენტიფიკაციას, მაგალითად, ქუჩაში გასვლისას შეიძლება უბრალოდ ვიღაცის ფეხსაცმელი მოგაწონოს, ან თვალის ფერი, ან მანქანა, ან ნებისმიერი სხვა რამ. ეს არის ლაბილობის ის მომენტი, რაზეც ნატალიაც საუბრობდა ისტორიულ იდენტიფიკაციაში. ეს არის მომენტი, როდესაც სხვისი შტრიხი და თვისება არის იდენტიფიკაციურ საყრდენად ქცეული. ამ დროს სხვა არის დაყვანილი რაღაც ისეთ ნიშნამდე, რომელსაც ის ფლობს და ეს არის ნაწილობრიობის ცნება. ეს არის ნაწილობრივი ობიექტი, რომელიც იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ დუალურ ჩარჩოში უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა გარდა ამ ობიექტისა და მისი მფლობელისა. აქ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა. რატომ იძენს ნაწილობრივი ობიექტი ასეთ გადაჭარბებულ დატვირთვას და რეპრეზენტაციის ასეთ მაღალ ხარისხს? პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ის ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს არსებობს ექსკლუზიურობა და თითქოს სწორედ ამ განსაკუთრებული ობიექტის ფლობა გვაქცევს ისეთად, როგორადაც გვსურს, რომ დიდი ზღვის მზერაში ვიყოთ წარმოდგენილები. ამ ფენომენის ნათელი ილუსტრაცია ჩემთვის არის მეფე არტურისა და მისი ლეგენდარული ხმლის მითი. თავად ხმალი, როგორც ნაწილობრივი ობიექტი, არაფერს არ წარმოადგენს, ის არის ჩვეულებრივი ლითონის ნაჭერი, თუმცა ფანტაზმის ველში იძენს რადიკალურ ლიბიდინალურ დატვირთვას და გარდაიქმნება ექსკლუზიურ საყრდენად, რომლის ფლობაც სუბიექტს ძალაუფლებას ანიჭებს. ჩვენ ვფიქრობთ, მე რომ მქონდეს ეს ექსკლუზიური ობიექტი, შევძლებდი დაუპირისპირებოდი საფრთხეს, მეც ისევე დაუპირისპირდებოდი საფრთხეს და ასევე ვიქნებოდი დიდი ზღვის მიერ აღიარებული. თუმცა საქმე მხოლოდ ობიექტის ფლობას უკვე აღარ ეხება. აქ ჩნდება მესამე დიდი სხვა, ვისი სიყვარულის აღიარების ან მზერის მოპოვებასაც ვცდილობ. და აქ უკვე საუბარი გვაქვს იმ მესამეულ განზომილებაზე, ანუ ტერნარულ განზომილებაზე და ჩაკეტილი დუალური წყობიდან ტერნალურ მიმართებაში გადავდივართ. სადაც აქ უკვე ერთ სუბიექტი უპირისპირდება მეორეს, იმისთვის რომ მოიპოვოს მესამის სიყვარული. და რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება თავის თავში მოიცავს სიძულვილის კომპონენტს. ეს არის აქტი მეორეს წინააღმდეგ, გარკვეულწილად მისი განადგურების, მისი ერთნიშნამდე დაყვანის, მისი ადგილის დაკავების მცდელობა. ეს არის იდენტიფიკაცია სხვის წინააღმდეგ, რაც იმავდროულად ნიშნავს იმასაც, რომ სუბიექტი განცალკევდება მისგან და ამიტომ ეს არის ასევე გამოყოფის და სეპარაციის ფუნდამენტური აქტიც. სეპარაციით გამოწვეული დანაკარგის ფონზე გამუდმებით ვთავაზობთ საკუთარ თავს იდეალიზებულ ობიექტებს, რაც აჩენს იმის ილუზიას, რომ გარკვეულწილად თითქოს ობიექტის სრულყოფილად ფლობა არის შესაძლებელი. არაპათოლოგიური იდენტიფიკაციის პირობებში სუბიექტს შესწევს უნარი შეინარჩუნოს ავტონომია და დამოუკიდებლობა სხვისი თანდასწრებით. პათოლოგიის შემთხვევაში კი ის გაიგივებულია სხვასთან და მთლიანად არის შთანთქმული არაცნობიერი იდენტიფიკაციით. ამ ნაწილის აღსაქმნელად დაუბრუნდეთ სიგარის მაგალითს. ჩვეულებრივ ნორმალურ პირობებში მიმდინარე იდენტიფიკაციისას სუბიექტმა შესაძლოა მართლაც დაიწყოს სიგარის მოწევა, მაგრამ არა იმავე ბრენდის სიგარის, არამედ ის შეიძლება იყოს მაგალითად სხვა ქვეყნის წარმოების. ამ განსხვავებით, სუბიექტი ქმნის ავტონომიურ ერთეულს, რითიც თავის შინაგან ობიექტებზე დაყრდნობით ახდენს იმ შთამბეჭდავი და მომხიბვლელი თვისებიდან გამოყოფას, რამაც აქამდე მოაჯადოვა. ამ დროს უკვე ვსაუბრობთ ინტროექციაზე და ინტროექციულ იდენტიფიკაციაზე, ესე იგი ობიექტის თვისება ექვემდებარება ცვლილებას და ის არ იქნება მთლიანად და უცვლელად შთანთქმული, რაც გარდაუვალად ხდება პათოლოგიურ შემთხვევებში. ესე იგი, პათოლოგიურ შემთხვევებში სუბიექტი არ ექვემდებარება ტრანსფორმაციას. მისი თვისებები არის უცვლელი, სუბიექტი ვეღარ ახერხებს მისგან დისტანცირებას და მის ფსიქიკურ გადამუშავებას, რის გამოც ობიექტი გაყინული ფორმით აგრძელებს არსებობას. სწორედ ამ კონტექსტში უკვე ვსაუბრობთ ინკორპორაციაზე. რაც ალბათ ყველა მითის, რომ ამ დროს ინკორპორაცია გულისხმობს ობიექტის ფანტაზმატულ გადაყლაპვას. შედეგი მძიმეა. ამ შემთხვევაში სუბიექტი აღარ ფლობს ობიექტს, პირიქით თავად ექცევა ობიექტის გავლენის ქვეშ. ასეთ დროს იდენტიფიკაცია აღარ ემსახურება ავტონომიის ჩამოყალიბებას. მას აღარ შეუძლია ობიექტისკენ მიმართული ლიბიდინალური კათექსისი უკან გამოითხოვოს და თავის მეს დაუბრუნოს, რაც ამ შემთხვევაში ჯანსაღი ნარცისული იდენტიფიკაცია იქნებოდა. როგორც აღვნიშნეთ, ფროიდი ამ დროისთვის
ნარცისულ იდენტიფიკაციას ფუნდამენტურად პათოლოგიურ ფენომენად მიიჩნევს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ იტყვის, რომ იდენტიფიკაცია ზოგადად ემსახურება არსებული კონფლიქტების გადაჭრას. როდესაც სუბიექტი თავისი სურვილის ობიექტებს უპირისპირდება, მან ისინი უნდა დათმოს და ლიბიდო მეს დაუბრუნოს. თუმცა ის, რაც არ ხდება პათოლოგიაში, სწორედ ეს არის. აქ ობიექტის დაკარგვის შესაძლებლობა აღარ არსებობს. მისთვის გვერდის ავლა, მისგან თავის დახსნა ან მისი გლოვა. თუ სუბიექტმა შეძლო კავშირის აღდგენა თავის პერსონალურ ისტორიასთან, თავის შინაგან ობიექტებთან, ესე იგი ის აღარ არის სხვისი ნაწილობრივი ობიექტების ტყვე და სწორედ ამას შეიძლება უწოდოთ ნარცისული ლიბიდო. ეს არის თვითგამორკვევის მომენტი, საკუთარი თავის კვლავ აღმართვისა და სიმტკიცის მოპოვების გაგებით. ნებისმიერი იდენტიფიკაცია ხომ ყოველთვის განწირულია იმისთვის, რომ საბოლოოდ ის ნარცისულ იდენტიფიკაციად გადაიქცეს. ამ კონტექსტში ყველა ურთიერთობა, რომელიც ობიექტისკენ იყო მიმართული, ეგოში ინტროეცირდება და ეგო მდიდრდება იმით, რაც დასაწყისში მას არ ეკუთვნის. თუმცა გარკვეული ფსიქიკური ოპერაციების შედეგად ის, რაც მას არ ეკუთვნის, ხდება მისი კუთვნილება. ეს ობიექტები შეიძლება იყოს მაგალითად დედის სიმღერა ან რაღაც გარკვეული რიტუალები, დედის მკერდიც, რა თქმა უნდა, შეცვლილი ფორმებით. ანუ ის, რაც თავდაპირველად სხვის მიერ იყო ინვესტირებული, ამჯერად თვითონ სუბიექტი ახდენს საკუთარი სხეულის ლიბიდინალიზაციას. ესე იგი, ეგო მდიდრდება ამ ობიექტების ინტროექციის გზით, რომლებთანაც მას აქვს კავშირი. სწორედ აქ ამას გულისხმობდა ფროიდი, როცა ამბობდა, რომ ეგო არის მიტოვებული ობიექტების ნალექი. თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ ობიექტის არჩევანს, ძალიან ფართო განხილვის საგანი არის, ამიტომ დავფიქრობ, რომ ცდება ამ მოხსენებას, ამიტომ დავუბრუნდები ჩვენს მსჯელობას ისევ. მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ იდენტიფიკაციისას არ ხდება მარტო გარკვეული ნიშან-თვისებების მიკუთვნება, არამედ ობიექტთან ურთიერთობის იმპორტირებაც. ობიექტის დაკარგვის შემთხვევაში არ იკარგება მხოლოდ ობიექტი და მისი თვისებები, არამედ იკარგება მასთან ურთიერთობაც. ობიექტის დაკარგვა ასეტანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა ლიბიდოს უკან დაბრუნება, როდესაც სხვასთან ურთიერთობა წყდება, რადგან სხვა აღარ არის, რასაკეთებს სუბიექტი ამ ობიექტ ლიბიდოსთან, თუ კი მას განათავსებს არარსებობაში, რა მოხდება? თუ კი სუბიექტი ამ სიცარიელის ინვესტირებას მოახდენს, ესე იგი არარსებობის, არარას ინვესტირებას, თავად მისი არსებობის საკითხიც კი შეიძლება ეჭვს ქვეშ დადგეს და ამ კონტექსტში შემოდის როგორც ობიექტის, ისე ეგოს გახლეჩის ცნებებიც. და როცა სუბიექტს აღარ ძალუძს ობიექტის ინვესტირება, ამ შემთხვევაში რა რჩება? რჩება ლიბიდო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიმართული რაღაცისკენ. როდესაც ის ეგოში ბრუნდება, ეს არის ნარცისული ლიბიდო და თავის მხრივ ნარცისული ლიბიდო ნარცისული იდენტიფიკაციის სინონიმია. ამ ნაწილში უბრუნდებით პირველადი იდენტიფიკაციის ცნებას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება საწყის იდეალიზაციას, იმას, რასაც ფროიდი უწოდებს. ეს არის მისი უდიდებულესობა ჩვილი. ჩვილის იდენტობას, რა თქმა უნდა, აყალიბებს დედა, როცა მის დიფუზურ არსებობს ანიჭებს მნიშვნელობებს და აქცევს მას კულტურისა და ოჯახის ნაწილად. ამ პატარა ხშირად არც ისე მომხიბვლელ არსებას მიეწერება უამრავი ისეთი თვისება, რომელიც ფანტაზმის მიღმა მდგარ სუბიექტს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა. მაგალითად, როდესაც უფროსები ჩვილის ფიზიკურ დეტალებსა თუ ქცევებში დედის, მამისა თუ ბებია-ბაბუების კონკრეტულ შტრიხებს ამოიცნობენ, ამით ისინი ბავშვს სხვებისგან ნასესხები უნარული ნიშნების მეშვეობით წინასწარ ანიჭებენ სიმბოლურ მანდატს და თავიანთ საგვარეულო ისტორიაში მიუჩენენ ადგილს. და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ის ამ დედის შვილია, ან სწორედ ის არის, ვიზეც ოცნებობდნენ. ეს არის პირველადი იდენტიფიკაცია, თუმცა ფროიდი მას მამის მხარეს განიხილავს, რადგან პირველადი იდენტიფიკაცია თავად სუბიექტის ფორმირების ოპერაციაა. ესე იგი, ნარცისული იდენტიფიკაცია ფესვებს მყარად იდგამს პირველად იდენტიფიკაციაში. თუმცა ეს საწყისი იდეალიზებული მდგომარეობა, სადაც სუბიექტი სრულად არის დაფარული ობიექტის ყოვლისმომცველი მზერით, შეუძლებელია, რომ არ დაიღოს. დიადურ მიმართებაში ადრე თუ გვიან ჩნდება ნაპრალი, რადგან სხვი პირველადი ობიექტი ვერ იქნება აბსოლუტურად და მუდმივად ხელმისაწვდომი. სწორედ ამ გარდაუვალ დაშორებასთან
ობიექტის დანაკლისსა და მის არყოფნასთან შეჯახება არღავს პირველად ნარცისულ მთლიანობას, რაზეც სუბიექტის ადრეული იდენტობა იყო დაშენებული. ამგვარი ღვევები პირდაპირ აისახება ფსიქიკაში, რადგან ნარცისული ჭრილობები ხომ არ აქვს სხვა არაფერი არ არის გარდა პირველადი ობიექტების მხრიდან ძლიერი იმედგაცრუებების სერიებისა. შობელი მიდის, ჩვილი მარტო რჩება. რა ხდება ამ დროს? ის უმწეო მდგომარეობაში თავდაპირველად ჰალუცინატორული ხატების შექმნით პასუხობს ამ მიტოვებას, შემდეგ კი იძულებულია რეალობის ტესტირების შედეგად ლიბიდო უკან გამოითხოვოს. ნორმალურ შემთხვევებში ლიბიდო ისე მიემართება ობიექტს და რაც არ ხდება მელანქოლიის დროს. მელანქოლიისას ლიბიდო ემსახურება მეს იდენტიფიკაციას მიტოვებულ ობიექტთან. სწორედ ეს არის ფროიდის ცნობილი ციტატის მთავარი არსიც. ობიექტის ჩრდილი დაეცა მეს. და ამის შემდეგ ის განისჯება განსაკუთრებული ინსტანციის მიერ როგორც ობიექტი, როგორც მიტოვებული ობიექტი. აქ უკვე საქმე გვაქვს არა ნაწილობრივ, არამედ სრულ იდენტიფიკაციასთან. სრული იდენტიფიკაცია კი თავისთავად უნდა აღვნიშნოთ, რომ სულაც არ არის პათოლოგიური პირიქით. ყველა სიმბოლური იდენტიფიკაცია სრულია იმ გაგებით, რომ ის ყოფნის მოდალობაში ფუნქციონირებს. ანუ მე კი არ მაქვს რაიმე ნიშან-თვისება, არამედ მე ვარ. ანუ ამისი კარგი მაგალითი იქნებოდა მაგალითად ის, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე კი არ მაქვს სიმამაცე, არამედ მე ვარ მამაცი. სრული იდენტიფიკაციის ფუნქციონირების მექანიზმი მაშინ მუშაობს გამართულად, როდესაც მეორესგან, ვისგანაც ვისესხეთ სიმამაცე, უკვე გათავისუფლდით და სიმბოლური გზით მივიღეთ ეს თვისება. ესე იგი, ხდება ნაწილობრივი ობიექტის სრული იდენტიფიკაცია სიმბოლურ იდენტიფიკაციაში. ამ დროს სიმამაცე აღარ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ვგვაწევთ. არამედ ის ხდება სიმბოლურად ათვისებული პოზიცია, რომლის დაკავებაც თავად შეგვიძლია. რაც უფრო წარმატებით ხორციელდება სიმბოლური იდენტიფიკაცია, მით უფრო ნაკლებად არის საჭირო პირველადი ობიექტის შენარჩუნება. სუბიექტს აღარ სჭირდება მუდმივად მიმართავდეს მას, ვისგანაც თავდაპირველად მიიღო ეს ნიშანი, რადგან უკვე ინტეგრირებულია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ გზით იქმნება ხასიათის მრავალი თვისება. თავდაპირველად ეს თვისებები სხვისგან მოდის. თუმცა შემდეგ იმდენად შინაგანი ხდება სუბიექტის ისტორიაში, რომ მათი წარმოშობის კვალი თითქმის ქრება. ამ დროს ადამიანი აღარ ამბობს, მე მას გავარ, არამედ ამბობს, მე ასეთი ვარ. სწორედ ეს არის გადასვლა ნაწილობრივი იდენტიფიკაციიდან სიმბოლურ იდენტიფიკაციამდე. აქ უნდა დავსვათ შეკითხვა. და რა ხდება პათოლოგიაში და კერძოდ მელანქოლიის დროს ნევროტულ სტრუქტურაში? რა არის ობიექტის ის ჩრდილი, რომელიც მეს ეცემა და რატომ აღარ აქვს მას რესურსი, რომ გაუმკლავდეს? ისევე როგორც წარმატებით შესრულებულ სიმბოლურ იდენტიფიკაციებში, აქაც გვაქვს სრული იდენტიფიკაცია. თუმცა, განსხვავებით ისტერიული სუბიექტისგან, რომელსაც საქმე ყოველთვის ნაწილობრივ ობიექტებთან აქვს, მელანქოლიის დროს ყოფნის ის მოდალობა, რაც ამ სისრულესთან არის კავშირში, ტოტალურ და დესტრუქციულ ხასიათს იძენს. ვინაიდან მე ვეღარ ახერხებს ობიექტისგან დისტანცირებას, ის მთლიანად თანაბრდება მასთან. ეს არის შერწყმის პროცესი, სადაც სუბიექტი კარგავს საკუთარ თავს და მთლიანად შთაინქმება დაკარგული ობიექტის მიერ. ამ პროცესის უკეთ აღწერად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ვფიქრობ ყველასთვის ნაცნობი არის თავისი შინაარსით. საუბარი მაქვს დოსტოევსკის წიგნის პერსონაჟზე, თავად მიშკინზე. დაუშვათ, რომ სუბიექტი კითხულობს წიგნს და საკუთარ თავს აიგივებს ამ პერსონასთან, მისი ქმედებების ხასიათის რაღაც კონკრეტულ ნიშნებთან, რომლებიც ავტორს უბრალოდ აღწერილი აქვს. გავარჩიოთ რამდენიმე წინადადება, რომელიც პროცესის აღწერის ილუსტრირების საშუალებას მოგცემს. მაგალითად, თუ სუბიექტი ამბობს, მე ვგავარ თავად მიშკინს, ეს არის ჯერ კიდევ ნაწილობრივი იდენტიფიკაცია. და არსებობს შანსი, ანუ არსებობს ორი მოცემულობა, ერთი არის მე და მეორე არის თავადი მიშკინი და ამ პროცესს აქვს პოტენციალი, რომ ის იქცეს სიმბოლურ იდენტიფიკაციად. თუმცა თუ სუბიექტი ამბობს, მე ვარ თავადი მიშკინი, აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ მე შეერწყა ობიექტს. აქ აღარც თავადი მიშკინი და აღარც მე აღარ ფუნქციონირებს როგორც ორი დამოუკიდებელი ობიექტი, არამედ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფუზიური ელემენტი, სადაც შესაძლებელი აღარ არის განცალკევება. საზღვარი მესა და პერსონას შორის იმდენად ნათლურდება, რომ მე ვეღარ ახერხებს მისგან გათავისუფლებას და შთაინთქმება მის მიერ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სუბიექტი ვეღარ ფუნქციონირებს ამ იდენტიფიკაციის მიღმა.
და მთელი მისი ფსიქიკური ცხოვრება ემორჩილება ამ ერთადერთ ობიექტს. შვერინგი სწორედ ამას უწოდებს მეორისგან გათავისუფლების შეუძლებლობას, რაც იწვევს მესტყველობას. თუმცა აქ აუცილებელია განვასხვაოთ ის სტრუქტურული პოზიციები, თუ საიდან არის ნათქვამი სიტყვები მე ვარ თავადი მიშკინი, რადგან თავისუფლად შეიძლება ეს იყოს ფსიქოტური ბოდვის აქტიური შემადგენელი. საქმე ის არის, რომ ნევროტულ სტრუქტურაში მელანქოლიური მდგომარეობების დროს სუბიექტი ძალზე უახლოვდება ბოდვის ამ კომპონენტს, თუმცა განსხვავებით ფსიქოტურისგან, მასთან პროცესები მთლიანად არაცნობიერ სიბრტყეზე მიმდინარეობს და მიუხედავად ლინგვისტური და სემანტიკური მსგავსებისა, დიდი განსხვავება არსებობს ამ ორ პოზიციას შორის. მელანქოლიკთან შერწყმა ვლინდება არა საკუთარი თავის ობიექტად გამოცხადებაში, არამედ იმაში, რომ სუპერეგო თავს ესმის მეს ისე, ის იყოს ის ობიექტი, რომლის მიმართაც სუბიექტს ამბივალენტური გრძნობები გააჩნია. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ ნევროტული მელანქოლიის დროს ეს მე ვარ თავადი მიშკინი არის მისი არაცნობიერი რეალობა და არა პირდაპირი გაცხადებული პოზიცია. ასევე აუცილებელია გავავლოთ პარალელი ბავშვის თამაშის პროცესში იდენტიფიკაციის ზოგიერთ მახასიათებელთან მიმართებით. ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც ბავშვი თამაშობს ვიღაც სხვის თამაშებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მებრძოლი, ექიმი თუ სხვა, ეს იმას არნიშნავს, რომ ის პათოლოგიური იდენტიფიკაციის ველში არის მოქცეული. იმიტომ რომ ის იმყოფება წარმოსახვითი გადათამაშების პროცესში, სადაც დროებით სესხულობს სხვის ძალასა და როლს. ბავშვის თამაში არის მისი დანაკლისთან გამკლავებისა და მეს შენების აქტი, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ზრდასრულ ნევროტულ სტრუქტურაზე, იდენტიფიკაცია ხორციელდება არადიდებული პერსონაჟების თვისებების ცნობიერი განსახიერებით, არამედ იმ სპეციფიკური ნიშნების არაცნობიერი მითვისებით, რომლებიც სუბიექტს ეხმარება გაუძლოს მეიდიალის სიმძიმეს და თავიდან აირიდოს აუტანელი დაძაბულობა. როდესაც ეს ზრდასრული ნევროტიკი იდენტიფიცირდება დიდ ფიგურასთან ან ნებისმიერ სხვასთან, მისი მე არ იხლიჩება და არ ნადგურდება ამ პროცესის შედეგად, არამედ ის დროებით იდეალიზებული ხატის წარმოდგენით არის მოხილული. ეს ყოველივე წარმოსახვით სიტყვაზე მიმდინარეობს და სუბიექტის სტრუქტურულ და სიმბოლურ დესტაბილიზაციას არ იწვევს. დაუბრუნდეთ მეს გახლეჩის ეტაპს. როდის ხდება მეს გახლეჩა? გლოვასა და მელანქოლიაში ფროიდი საუბრობს განსაკუთრებულ ინსტანციაზე, რომელიც მეს ისე განსჯის, როგორც მიტოვებულ ობიექტს. მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, რომელ ინსტანციას გულისხმობს ფროიდი. ტექსტში ტერმინი მოხსენიებულია როგორც მეს იდეალი, თუმცა ეს ის პერიოდია, როცა ფროიდს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული სუპერეგოს სტრუქტურა და მას მხოლოდ 1923 წელს შემოიტანს ნაშრომში მე და იდი. შესაბამისად, ამ ტექსტში და მის ირგვლივ აგებულ მსჯელობაში მეს იდეალი ფაქტობრივად ითავსებს იმ დამსჯელ ფუნქციებს, რომლებიც შემდგომში სუპერეგოს მიეწერება. დაუბრუნდეთ მეს გახლეჩის კონცეფციას. მელანქოლიური სუბიექტი სრულიად მოცულია იმ დასჯით, რომელიც მასში მიმდინარეობს. ფროიდი ამბობს. ამგვარად, ობიექტის დანაკარგი გარდაიქმნა მეს დანაკარგად, ხოლო კონფლიქტი მესა და საყვარელ პიროვნებას შორის მეს კრიტიკასა და იდენტიფიკაციით შეცვლილ მეს შორის გახლეჩად. ესე იგი, ობიექტის დაკარგვით სუბიექტმა საკუთარი მე დაკარგა. როგორ ხდება ეს? შვერინგი საკმაოდ საინტერესოდ პასუხობს ამ კითხვას. ის ამბობს, ამ სუბიექტის ნარცისული საფუძვლები სწორედ რომ არ არის საკმარისად მყარი. მისი მე მეტისმეტად სწრაფად ასიმილირდა ობიექტის მიერ. მაშასადამე ეს იდენტიფიკაცია ობიექტთან ხდება გადაჭარბებული ფორმით. შედეგად ის საკუთარ თავს კარგავს ამ საქმეში. ანუ მელანქოლიაში ჩვენ მაღალ ფასს ვიხდით. ჩვენ აღვდგენთ ურთიერთობას სხვასთან იქამდეც კი, რომ ჩემი ნაწილი ხდება სხვა, ეს არის დაკარგული სხვა, თუმცა ამავდროულად ჩვენ საკუთარ თავს ვკარგავთ ამ ოპერაციაში. აქედან გამომდინარე, კონფლიქტი არის ის, რასაც მელანქოლიური სუბიექტი ვერ რისკავს, რადგან ბუნებრივი იქნებოდა, რომ სუბიექტს ობიექტი არა მარტო უყვარდეს, არამედ ბრაზობდეს კიდეც მასზე. ამბივალენტობა ობიექტისადმი კი არის ის, რაც არ არის შესაძლებელი მელანქოლიის დროს. უნდა ვთქვათ, რომ მეს გახლეჩასთან ერთად იხლიჩება თავად ობიექტისადმი ურთიერთობაც. სიტყვიერ რეპრეზენტაციებში შენარჩუნებულია ობიექტის მხოლოდ იდეალიზებული სახეხატი, ხოლო მისდამი აგრესია, ბრაზი და სიძულვილი არის განდევნილი. ობიექტისადმი ეს აბსოლუტური სიყვარულის ამსახველი ხატი ისევეა ინკორპორირებული მეში, როგორც მისი მეორე დესტრუქციული ნაწილი.
ხანდევნილი რისხვა და აგრესია ხდება ის მნიშვნელოვანი საფუძველი, რითიც სუპერეგო ახერხებს შეუტიოს მეს იმდენად ბრუტალურად, რომ ის ვერანაირი მექანიზმით ვეღარ ახერხებს მის გამკლავებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ობიექტი მთლიანად არის ინკორპორირებული, ის არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მთლიანობა. სწორედ ამიტომ არ არის შესაძლებელი შთანთქმული ობიექტისადმი, როგორც სიყვარულის, ისე სიძულვილის განცდა, ანუ ამბივალენტური დამოკიდებულება, რაც ნორმალური გლოვის პროცესში სუბიექტს საშუალებას აძლევს ნელ-ნელა და ეტაპობრივად გათავისუფლდეს მისგან. სწორედ ეტაპობრივი სეპარაციის შეუძლებლობა და ობიექტთან დაკავშირებული ამბივალენტური აფექტის ბლოკირება განაპირობებს იმას, რომ მელანქოლიური მდგომარეობა წარმოადგენს არა მხოლოდ გარე დაკარგული ობიექტის ინკორპორაციას, არამედ იმ ფუნდამენტური საზღვრების რადიკალურ მუშლას, რომლებიც შინაგან და გარეგან სამყაროს ერთმანეთისგან მიჯნავს და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის გაუგონარი, ბოდვით რეპრეზენტირებული თვითბრალდებები, რასაც მელანქოლიაში ვხვდებით. მისი გაუგონარი სისასტიკე საკუთარი თავისადმი ყველასთვის კარგად არის ნაცნობი, ვისაც ერთხელ მაინც მოусმენია მსგავსი ჩივილები. ფროიდი საუბრობს დამცრობის, დაკნინების ბოდოსა და მორალურ თვითგვემაზე. ხდება მეს უკიდურესი გაუფასურება და გაღარიბება, რომელსაც თან ახლავს დასჯის მოლოდინი. მაგრამ სწორედ აქ ჩანს ფროიდის გენიალური მიგნება. ის აღმოაჩენს, რომ მელანქოლიური სუბიექტი საკუთარ თავს კი არ განსჯის, არამედ ობიექტს, რომელიც მასშია დამთქმული. ვინაიდან შიდასა და გარეს შორის საზღვარი წაიშალა, ის ვეღარ ხვდება, რომ სხვათა დანაშაულებს. გამუდმებით გოდავს საკუთარი თავის შესახებ, რადგან ობიექტი და მე მისთვის ეკონომიკურად და სტრუქტურულად ერთი და იგივეა. როდესაც მელანქოლიური სუბიექტი გამუდმებით იმეორებს, რომ ის არის უგულო, მოღალატე, ბოროტი ან ყოვლად უღირსი, არაცნობიერად ახმოვანებს იმ საყვედურებს, რომლებსაც რეალურად იმსახურებს ის ობიექტი, რომელიც დაიკარგა. სიძულვილი ვერ პოულობს პირდაპირ გზას რეალური ობიექტისკენ გარე სამყაროში, ამიტომ ის იყენებს საკუთარ თავს როგორც პლატფორმას, სადაც სუპერეგო დაუნდობლად სჯის მეს შიგნით მოქცეულ ობიექტს. ესე იგი, მე იდენტიფიცირდება მიტოვებულ ობიექტთან და ეს იდენტიფიკაცია არის ტოტალური იდენტიფიკაცია, არა ნაწილობრივი. სწორედ ეს მიანიშნებს პათოლოგიურ გადახრაზე. ნაწილობრივი რომ იყოს, მაშინ მე შენარჩუნდებოდა. აქ კი მთელი მე განიცდის ტრანსფორმაციას. იდენტიფიკაცია მიტოვებულ ობიექტთან არის ტოტალური. და აქ ლიბიდო, ფროიდი ამბობს, რომ ემსახურება, ფროიდი აქ ამბობს, რომ თავისუფალი ლიბიდო სხვა ობიექტზე კი არ გადავიდა, არამედ მეში დაბრუნდა და აქ მან, ანუ ლიბიდომ, ნებისმიერი გამოყენება კი არ პოვა, არამედ მოემსახურა მეს იდენტიფიკაციის დამყარებას მიტოვებულ ობიექტთან. ეს არის სწორედ ის ნარცისული ლიბიდო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად ძლიერი ფსიქიკური წნეხის ქვეშ იმყოფება მე, აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მე იდეალი და სუპერეგო. მე იდეალი არის ის სიმბოლური კოორდინატი, საიდანაც სუბიექტი საკუთარ თავს აფასებს და უყურებს. ეს არის წერტილი, რომელთან მიმართებითაც სუბიექტი ცდილობს იყოს აღიარებული, სასურველი და ღირებული დიდი სხვისთვის. მე იდეალი ფუნქციონირებს როგორც სრულყოფილების საზომი, ნორმა და ორიენტირი, რომლის მიღწევასაც სუბიექტი ცდილობს. სუპერეგო კი სრულიად განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს. ის არის დაკავშირებული აკრძალვასთან, მოთხოვნისა და ტოლვის იმპერატიულ განზომილებასთან და ხშირად ვლინდება, როგორც დაუნდობელი მოთხოვნა ტკბობისადმი. როდესაც ვამბობთ, რომ მეს კრიტიკა მე იდეალიდან მომდინარეობს, გულისხმობთ იმ დისტანციას, რომელიც წარმოიქმნება სუბიექტის რეალურ მდგომარეობასა და იმ იდეალურ პოზიციას შორის, რომელსაც მე იდეალი უწესებს. რაც უფრო იზრდება ეს დისტანცია, მით უფრო მძაფრი ხდება საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება, თვითკრიტიკა და არასრულფასოვნების განცდა. მელანქოლიის დროს მე იდეალი კარგავს თავის მხარდამჭერ ფუნქციას და იძენს დაუნდობელ სადისტურ ხასიათს. ამ დროს სუბიექტი საკუთარ უძლურებას იღებს როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სადაც დანაკლისი აღიქმება არა აუცილებლობად, არამედ დანაშაულად, რომელსაც ვერასდროს გამოისყიდის. მე იდეალი სრულად უგულებელყოფს მელანქოლიაში სუბიექტის შესაძლებლობებს და მისგან ითხოვს შეუძლებელს. შესაბამისად, ის გაუგონარი სისასტიკე და თვითბრალდებები, რომლებსაც მელანქოლიაში ვხვდებით, მხოლოდ სუპერეგო სადისტური შემოტევა კი არ არის, არამედ ეს არის სასტიკი სამსჯავრო, რომელსაც აწყობს მე იდეალი. ვინაიდან მეში ინკორპორირდა დაკარგული ობიექტი, ის სრულად კარგავს თავის ღირებულებას მე იდეალთან მიმართებით. და ის ისე განსჯის მეს, როგორც უკიდურესად უღირს,
რადგან მან ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა ის სიმბოლური მანდატი, რასაც ითხოვდა, რაც საბოლოოდ მელანქოლიურ სუბიექტს ამ გამანადგურებელ თვითგანკითხვამდე მიიყვანს. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ მელანქოლიური იდენტიფიკაციები გვიჩვენებს, რომ ობიექტის დაკარგვა ყოველთვის არნიშნავს ობიექტის მიტოვებას. ზოგჯერ დაკარგული ობიექტი იმაზე მეტად და მტკიცედ მკვიდრდება სუბიექტში, ვიდრე მასთან მთელი ურთიერთობის მანძილზე. სწორედ ამ დროს იქცევა იდენტიფიკაცია არა სუბიექტის გამდიდრების, არამედ მისი გაღარიბების წყაროდ. ობიექტის ჩრდილი ეცემა მეს, ხოლო ის, რაც იყო გარე რეალობა, გარდაიქმნება შიდა რეალობად. შედეგად კი იშლება საზღვრები. შესაბამისად, იდენტიფიკაციის საკითხი გვაბრუნებს იმ ფუნდამენტურ კითხვასთან, რომლიდანაც დავიწყეთ მსჯელობა, როგორ რჩებით საკუთარ თავად მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება თავიდანვე აგებულია სხვებისგან ნასესხები თვისებებით. შესაძლოა პასუხი სწორედ ის იყოს, რომ სუბიექტურობა არ წარმოიქმნება იდენტიფიკაციების არარსებობით, არამედ მათი გადამუშავების, ინტროექციისა და სიმბოლური მითვისების შესაძლებლობებით. სუბიექტის საკუთარი თავის ავტორი სრულად არასდროს არ არის, თუმცა ის არც სხვისი, უბრალო და მარტივი ასლია, არამედ ამ ორ პოლოს შორის არსებული მუდმივად ცვალებადი მიმართება. მადლობა. თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ რომ დასვათ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. მადლობა თქვენ. რაღაც თეორიულად არ მისმის და იქნებ თქვენ აღმოაჩინეთ თქვენს მოხსენებაში. წერან თქვით, რომ ეს ობიექტი როცა იკარგება მელანქოლიის შემთხვევაში, ხო, ეს ლიბიდინალური მიმართებაც თან მიხობაც. მაგრამ თანამედროვეულად ვიცით, რომ სუბიექტი თვითონ იდენტიფიცირებული ამ დაკარგულ ობიექტთან და ამ კრიტიკული ინსტანციის მიერ, რომელსაც თქოები მოგვიანებით უწოდებს სუპერეგოს, ხდება დამცირების, ჩაგვის და დესტრუქციის ობიექტი თვითონ. მე სანიმით ეს ლიბიდინალური ობიექტი, მე როგორც მესმის, ეს არის ძალიან არაცნობიერი. მაგრამ თანამედროვეულად დაკარგული არის. დაკარგული არის, მაგრამ არ არის ბოლომდე დაკარგული. მაინც არის დაკარგული ინვესტიცია მეში, იქნება გამომდინარე, რომ ობიექტი არის იდენტიფიცირებული. ლიბიდო, რომელიც მიმართული იყო ობიექტისკენ, შემდეგ მთლიანად ბრუნდება მეში. ანუ ფროიდი ამბობს თვითონ ამას, რომ ეს ლიბიდო, რომელიც ობიექტისკენ იყო მიმართული, იმის მაგივრად, რომ ობიექტისგან ნელ-ნელა გათავისუფლებული იყო, კი, და ნორმალურ გლოვას შესაძლებელი ყოფილიყო ობიექტისგან გათავისუფლება, არ ხდება და ეს ლიბიდო ემსახურება იმას, რომ ეს დაკარგული ობიექტი იდენტიფიცირდეს თვითონ მესთან. ანუ სხვას კი აღარ მიემართება, არამედ მესთან იდენტიფიკაციას ხმარდება. კი. ამიტომ ამბობს ფროიდი, რომ ობიექტის ჩრდილი ეცემა მეს. ოღონდ ეს ჩრდილი რაღაცა დიდი ჩრდილია. მელანქოლიის მდგომარეობა, როგორც შეიძლება განსაზღვროთ სუბიექტთან. ამ კუთხით. თუ მაგალითად სუბიექტი ვეღარ გადაანაცვლებს ამ ლიბიდოს ობიექტებს, ამ შემთხვევაში მელანქოლიური სუბიექტი არის. ამ დანაკარგის შემდგომ, მაგრამ თუ მაგალითად ის ახერხებს, რომ ობიექტებსაც მიუთმას განკურნული დოზით ეს სიყვარული, თავის სიკვდილებაში გამოთქვას ეს მაგალითად. ამ შემთხვევაში არის ეს მელანქოლია თუ არა, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ არის მელანქოლიის სტრუქტურის ფარგლებში პრობლემა, მაგალითად ოფსესიურ ნევროზში. ეს ამბივალენტობა განსაკუთრებით მაინც შემოჩნებულია, კი არის ეს გლოვის სამუშაო სირთულე ამ დაკარგულ ობიექტთან მიმართებით. მაგრამ ამავდროულად არის სხვა ობიექტების მიმართ განკურნული სასიყვარულო განცების არტიკულირებაც. კი, რამდენად განიცდის. ამ შემთხვევაში სად არის ხოლმე მელანქოლია, ეს მაინტერესებს, თუ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ გლოვის პროცესია შეფერხებული, მაგრამ მელანქოლია მაინც არ არის. თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი რამდენად სწორად მახსოვს, მაგრამ ინიბიცია სიმპტომის ფოთაში ფროიდი ამაზე წერს და ამბობს, რომ ობსესიური ნევროტიკის მონაცვლეობა სხვადასხვა პოზიციას იკავებს, ეს არის მელანქოლიიდან მანიამდე. კი, ეს მანიაში კარგად ვნდება, რომ ლიბიდოს ვარსად არ დაკარგდება. კი, ობსესიურ ნევროტიკთან მელანქოლიის ის ნაწილი, რომელიც ლიბიდოს ის ნაწილი, რომელიც ამ დაკარგული ობიექტის მესთან იდენტიფიცირებას ხმარდება რაღაცა ეტაპზე, ერთი შეხედვით თითქოს მე ზუსტად აღარ მახსოვს ახლა ეს ნაშრომი ამ მოხსენებისთვის აღარ დამუშავებია, მაგრამ ამ მანიაში ვლინდება და ესე მჟღავნდება, თუმცა შემდეგ ისევ ბრუნდება.
ხო, და ალბათ გააჩნია კიდე მელანქოლიაში, გულისხმობ მელანქოლიურ მდგომარეობას თუ მელანქოლიის როგორც სტრუქტურას, იმიტომ რომ მელანქოლია როგორც სტრუქტურა უფრო მძაფრი არის, რასაც თითქოს ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფსიქოზის და ნევროზის ზღვარზე არსებობს. და თუ ნევროზის სტრუქტურაში არის წარმოდგენილი ეს მელანქოლია, ფსიქოში მაინც არის ზოგადად დოზა, ის პოლისომის სოლვიტებსაც მიიძულს, მაგრამ ლადარ არის ეს ანუ როცა მელანქოლია არის ნევროზში, აქ ყოველთვის არსებობს შანსი, ძალიან დიდი შანსი, იმიტომ რომ ნევროტიკთან არსებობს მამის სახელი. და ეს მიმართება, რადგან არსებობს იმის შანსიც, რომ მელანქოლიური მდგომარეობებს თავი დაწერს ეს ფსიქოტურ სტრუქტურებთან ძალიან რთულია. მაგრამ როგორც მახსოვს, ლაკანი თვითონ გამორიცხავს მელანქოლიას როგორც სტრუქტურას. იმიტომ რომ ფროიდს მელანქოლია ისეული ქონდა როგორც სტრუქტურა და ლაკანი გამოყოფს მხოლოდ სამ სტრუქტურას. მეოთხე სტრუქტურა აღარ არის. ხო, ამ ბუდის ნაწილში, როცა თვითონ მელანქოლიური სუბიექტი საკუთარი თავის შესახებ ბოდავს და ამბობს, რომ მე ვარ უიმსი, მე ვარ არარაობა, მე ვარ ყველაფერი საზღარი. რასაც ამის შესახებ ამბობს, ეს აი ამ ნაწილში ძალიან უახლოვდება ფსიქოტური სტრუქტურის, როგორც ბოდვას, როგორც აყალიბებს ფსიქოტიკის ბოდვას, ისე უახლოვდება ნევროტული სუბიექტიც. რაღაც მოგკებს, რომ ხომ არ არის უბრალოდ ნევროტოლოგის ფარგლებში არსებული მორალური ნაზოღი, მაგრამ გადამეტებული პრინციპი და ხო არის ეს მელანქოლია. ამ შემთხვევაში ანუ შეიძლება ნევროტიკსაც ხონდეს ეს ძლიერი ფით ბრალდების განსაკუთრებით საფუძველი. კი, თქმა უნდა. და თითქოს და არტიკულირებული იყოს ეს დესტრუქცია, მაგრამ ბოლომდე ამაზე არ მიდიოდეს. არის რაღაც ზღვარი აქ და ამაზე ვხედავ მე უბრალოდ ეს მაინტერესებს. იმიტომ მელანქოლია არის მაგალითად ლოკალური მორყოფა, ხო იმ დანაკარგის. ფსიქოში მთლიანად რეალობის მორყოფა. და ნევროტოლოგის ფარგლებში ეს ლოკალური მორყოფა ჩანს თუ არა ეს მაინტერესებს სულ. ნევროტოლოგის ფარგლებში მელანქოლია, მაშინ ესეც მე. ნევროტიკი უარს ამბობს ხელი გაუშვას ამ ობიექტს და რადგან ამბობს ხელი გაუშვას, რადგან ამას უარყოფს, ესე იგი ის რეალობასაც წყდება. იმიტომ რომ ის კარგავს არა მარტო საკუთარ მეს კარგოსთან ერთად ის საზღვრები, რომლებიც რეალობის ტესტირება უნარჩუნებს, რომ გარე რა არის და შიდა რა არის, მას ამისი შენარჩუნებაც კი უჭერს. რამდენად რთულ მდგომარეობასთან გასახსნე ესეც საკითხავი არის რიგ შემთხვევებში, მაგრამ ხო. გამარჯობა, მადლობა ნატალი თქვენი მოხსენებებისთვის. ძალიან იმდენად რთული საკითხია იდენტიფიკაცია და ძალიან მრავალშიანი არის ნევროტული იდენტიფიკაცია, არის იდენტიფიკაცია, რაზეც ნატალი მისაუბრა და არის ისტორიული იდენტიფიკაცია.